გელათის ტაძრის დაზიანების ძირითადი პრობლემა იყო და არის ნესტი. Რა თქმა უნდა, ნესტთან ერთად იქ სხვა უამრავი ბიოლოგიური პროცესია, თუმცა მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრის არის ნესტი. Რამდენი ხანია ვიმეორებ, რომ ნესტი არის კატასტროფული რამ. ნებისმიერი გელათის ტაძარზე არ არის საუბარი, ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ უკეთესად შეიგრძნოთ თუ რას იწვევს ნესტი სივრცეებში. თქვენ საცხოვრებლებში ნებისმიერ საოფისე კომერციულ ფარდში და სხვა ნებისმიერ სივრცეში, სადაც არის ნესტი, იქ ნადგურდება ყველაფერი. ეს გახლავთ რემონტი პირველ რიგში და რაც რა თქმა უნდა ჯდება ძალიან ძვირი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რემონტთან ერთად ნადგურდება ადამიანის ჯანმრთელობა. იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს პროცესი ჯანმრთელობის დაზიანების მიმდინარეობს ნელი ტემპით და რა თქმა უნდა ჩუმად, ისევ რომ ორგანიზმი ამ ყველაფერს ნიშანს არ გაძლევს. შესაბამისად, ბოლოს დგება ძალიან ცუდი შედეგები, აღარ მინდა ვილაპარაკო ამ შედეგებზე და მერე უკვე გაიდროსია. ამიტომ ნესტის აპარატებზე როცა მაქვს საუბარი, უნდა შეიძინოთ, უნდა დადგათ და დამიჯერეთ ეს პრობლემა აღარ გექნებათ რა. იმის საუბარი, რომ ნესტის აპარატი ძვირია, აქ რამხელა ფასი აქვს, რა ვიცი, თქვენ უბრალოდ ჯანმრთელობას არ უთხრიდებით და მერე ეს ჯანმრთელობა ხშირ შემთხვევაში ან გიждდება ძალიან ძვირი, ან სამწუხაროდ ისევ და ისევ არ დავამთავრებთ, არ გავაგრძელებ, რითიც თავდება. ამიტომ შეიძინეთ ინვენტორის ნესტის შემწვევი აპარატები, გაუფრთხილდით თქვენ რემონტს და გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას. დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. მერე უკვე გვიან იქნება.